ირაკლი ეზოგბაია პოსტიდან გადადგომის მიზეზებს ასახელებს. რკინიგზის გენერალური დირექტორი თანამდებობას ქვეყნის ხელისუფლების ცვლილების გამოტოვებს და აცხადებს, რომ კომპანიის ეკონომიკური განვითარების მომავალ სტრატეგიას ახალი მთავრობა განსაზღვრავს, რომლის შემადგენელი ნაწილი საკადრო ცვლილებებიც იქნება. ეზოგბაია განმარტავს, რომ მზადაა რკინიგზაში მისი მმართველობის პერიოდში გამოვლენილ ნებისმიერ სამართალდარღვევაზე პასუხისმგებლობა აიღოს და პასუხი აგოს, თუმცა ამგვარი პრეცედენტის არსებობას რკინიგზის სტრუქტურაში ის გამორიცხავს. ყოფილი გენერალური დირექტორი რკინიგზის თანამშრომლების მიერ სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით დაწყებული საპროტესტო ტალღის მიმდინარეობასაც შეეხო. ის ამბობს, რომ შრომის სოციალური პირობები და სახელფასო განაკვეთები რკინიგზაში ეტაპობრივად უმჯობესდებოდა, რის ლოგიკური გაგრძელებაც რკინიგზაში 1 დეკემბრიდან სახელფასო ფონდის მნიშვნელოვანი გაზრდა გახდებოდა. ჩვენ თხოვეთ ამასთან ერთად წარმოადგენლებს, რომ პირველი გაგვეკეთებინა დანარჩენ 60%-თანაც გასაუბრება, რომ გაგვიგო მათი მოთხოვნებიც, იმიტომ რომ ის ვინც თქვათ ხმამაღლა არ ითხოვს, ეს იმას არ ეშნავს, რომ ის საქართველოს რკინიგზის თანამშრომელი არ არის და ამასთან ერთად მეორე თხოვნა რაც იყო, ეს არის შემდეგი, რომ ყოველწლიურად 32 მილიონი ლარის ხარჯებში დამატება კომპანიის კაპიტალის ღირებულებიდან გამომდინარე არის 300 მილიონი ლარით კომპანიის ღირებულების შემცირება. რაც არის დიდი გადაწყვეტილება და ჩვენი თხოვნა იყო, რომ ეს რაღაცნაირად შეჯერებული ყოფილიყო მთავრობასთან, გავლილი ყოფილიყო როგორც სამეთვალყურეო საბჭოზე, ასევე თქვა დამფუძნებელთან და ასე შემდეგ. ძირითადად ეს იყო ჩვენი არგუმენტაცია. კიდევ ერთხელ მე არ ფიქრობ, რომ თქვათ თანამშრომლებს არ გააჩნიათ ლეგიტიმური უფლება თავისი აზრის გამოხატვის, მაგრამ მთავარია, რომ ეს იყოს კონსტრუქციული და ეს იყოს პროდუქცია ორიენტირებული. მე მათ გავუთხარი, რომ ჩემი აზრით ამ მომენტში ესეთი გადაწყვეტილების შეუძლებელია და პროდუქტიულობისგან შორს